ადგილად ენდება ჩვენი გული ენდება ნდობის ძმობის ქველება სული თეთრად ერთდება ზერომ ზღვაში ჩერდება ხალხი სახინარდება თავისუფალ სამყაროში დიდი წილი გვექნება ბედნიერი სახეები დამანახოთ. პოეტი ყავს. ახლა წლის გადასვლაზე სულ ექსამოვდი თქვენ ახლა გამოწვევა მიგებული გაქვს? ახლა მინდა წამოვადგინო სოფელ მუზეუმში რომელიც არის ჩვენი წარმომადგენელი ის არის ნამუშევარი სხვადასხვა ხელისუფლების დროს და იგი შემოგთავაზებს თვითონ ჩვენ ქვეყანაში არსებული სიმბოლოების და სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას და მინდა მოვუსმინოთ და წარადგინოთ სოფელ მუზეუმში. მოგესალმებით. პირველ რიგში დიდი მადლობა რომ ესეთი საპასუხის მიღება მისცე და მეკისრა და შევეცდები ჩემი ქვეყანა გულსეულად წარმოვადგინო. პირველი კრისტალის კუნძულები გახლავთ ჩვენი ქვეყნის სახელწოდება. ეს გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ ოკეანეში გვაქვს სამი კუნძული დაკავებული და ძალიან ბევრი კრისტალის მოპოვება არის კუნძულებზე შესაძლებელი. რაც შეეხება სახელს, გარკვეულწილად სიმბოლურიც არის ჩვენი სახელმწიფო არის ისეთივე გამჭვირვალე, როგორც თავად კრისტალები და ისეთივე უფლებები იმდენად არის დაცული, რომ არ შეიძლება ჩვენ ქვეყანაში რაიმე გაუგებრობას, კანონის უზენაესობიდან გადახოვას და მსგავს პრობლემებს გქონდეს ადგილი და ამით ჩვენ ძალიან ვახავთ. დროშაც გამომდინარეობს აქედან, რომ კრისტალი მიგუცეთ ჩვენს დროშაში. რაც შეეხება გერბს, ეს გახლავთ თავისუფლების სიმბოლო მტრედი, ისე და ისე კრისტალებთან ერთად და ჩვენი ლოზუნგიც ანუ თავისუფლება არის ჩვენი ამოსავალი წერტილი ყურაში მეროში და სწორედ ამიტომ არის ჩვენი ლოზუნგი რაც შეეხება ჩვენს ძალიან ლამაზ დედოფალს ეს გახლავთ კრისტალიანელების გვარის სამეფო გვარის კი ჩვენ მონარქია შორტები აი დედოფალი ანტიკაზის თეო არ არის ეს უბრალოდ სიმბოლურად და ვამაყობ ძალიან მეგობრები ვართ რომ ჩვენს ქვეყანაში ყავს ესეთი შესანიშნავი დედოფალი რომელსაც ძალიან პატივს სცემს აბსოლუტურად ყველა მოქალაქე და მივესალმო ჩვენს დედოფალს ფეხზე ადგომას რა კადროლავს როგორ ალებს ბოლოს რა მოგეწონა და ერთმანეთს შეგვიძლია მოსაზრებები დედოფალ შეა თეო მეხუთეა რაღაც თეო მეხუთე და ბოლოსში ის ანუ შემდეგ უკვე მე თვითონ აიცა პრიკოლოს დავიჭერ კიდე ჩვენ დედოფალს რომ გვეწვია დღეს და ჩვენი ქვეყნის პრეზენტაცია ასევე ახლა მე მინდა შემოგთავაზოთ ჩვენი ქვეყნის მთავარი ძირეული ფუნდამენტური საკითხები, რადგან არის დაფუძნებული ჩვენი ქვეყანა არის რა თქმა უნდა დემოკრატიული მმართველობა, ამ სიმბოლური მნიშვნელობა აქვს მონარქს, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყანა თავდაპირველად იყო მონარქია და ტრადიციებს იმდენად პატივისცემს ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლობა, ჩვენ ისე მინდა რომ ქვეყანას სიმბოლურად მართავდეს მონარქი. ხოლო უკვე საპარლამენტო მაგრამ დემოკრატიული მმართველობიდან გამომდინარე ჩვენ ვართ რესპუბლიკა და რესპუბლიკას ანუ არის საპარლამენტო მმართველობა ამ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრი არის პირველი პირი ქვეყნისა რომელიც ახორციელებს თავის მმართველობის საქმიანობას ანუ პრემიერ-მინისტრი უკვე არჩევა პარლამენტის ანუ არჩევის შემთხვევაში და პარლამენტი უკვე შიდა ინტერესებიდან გამომდინარე ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის შემდეგ უკვე არის უნიშნელოვანი სიცოცხლის უფლება, რადგან ჩვენი პრიორიტეტი და ჩვენი ამოსავალი ნათელი წერტილი არის ადამიანი და ამ ადამიანის უფლება და მისი სიცოცხლის უფლების დაცვა. შემდეგ არის უკვე ჯანმრთელობის უფლება, რომ ყველა ადამიანს აქვს იმის უფლება, რომ მიიღოს ის ჯანმრთელი და სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ამ ადამიანებისთვის ამ ჯანმრთელობის უზრუნველყოფა. შემდეგ არის უკვე განათლების უფლება,
ჩვენ გვინდა რომ ქვეყანა ანუ კი არის ქვეყანაში როგორ კრისტალის დიდი მარაგი, მაგრამ არ უნდა ჩვენ ამაზე ვიყოთ დამოუკიდებელი, იმიტომ რომ ეს ოდისმე ამოიწურება ჩვენ გვინდა რომ განათლებაზე ვიყოთ დაფუძნებული. შემდეგი არის უკვე შრომის უფლება, იქნება გამომდინარე რომ განათლებული თაობაც და შემდეგ ვითარდება, ჩვენ უნდა დავასახელოთ ყველა ადამიანი და ყველა ადამიანი ქვეყანაში უნდა გრძნობდეს ვირჩეულად ვირჩეულად უნდა იყოს წარმოდგენილი. შემდეგი არის იგი აუცილებელია. აქედან გამომდინარე ჩვენ კანონმდებლობები გვაქვს და იქიდან გამომდინარე საუბრობთ უკვე ეს ძირითადი უფლებები რაც არის. შემდეგი არის უკვე საკუთრების უფლება, საკუთრების უფლება ძალიან დიდი პატივს სცემს და ამაზე შეგვიძლია შემდეგ უკვე ჩვენ პრემიერ-მინისტრი ძალიან კარგად იგულება ეკონომიკაში, ჩვენ გვაქვს ასევე თავისუფალი ზონა გადასახადებით და დატოვებით მოგახსენეთ. შემდეგი არის უკვე სიტყვის აზრის მოხატვის უფლება, ანუ ჩვენ ყველა ადამიანს დემოკრატიულობიდან გამომდინარე, ანუ ნებისმიერ ადამიანს რაც აზრის შეიძლება აღიქვამდეს მას, ნებისმიერი აი რაც გაუგებარი იყოს, მას შეუძლია რომ ეს აზრი გამოხატოს, მაგრამ ამ აზრზე ჩვენ მას უნდა ვცეთქატები. ანუ ჩვენ არ გვაქვს უფლება რომ მას აუგზავნოთ რაიმეს გამოხატვის უფლება. შემდეგი არის რელიგიური მიღწევა, რადგანაც ჩვენ ვართ ტოლერანტი ქვეყანა, ჩვენ ანუ ჩვენთვის და რელიგია იქნება გამომდინარე რომ მათ ტრადიციებს და მათ საფუძველს რაც იყო თავდაპირველად არის ხიდაუცი. ერთი